რა შეიძლება თქვენ ცხოვრებაში ზაფხულის ბოლომდე არ დაგავსვეთ ბალანსისთვის ვიდეოს და ლაიქება, იფიქრეთ საკუთარ თავს. ეხლა ვნახოთ რა ენერგიებში ხართ და ვნახოთ ცვლილებები, აბა ეხლა თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა ამჟამინდელი როგორია, რა მდგომარეობაში იმყოფებით, თქვენ ჩემო კარგებო, ჰო, რა დღეში ხართ და ცვლილებებსაც ვნახავ და ერთიანად ვისაუბრებ. ესე იგი, ახლანდელ სიტუაციაში ვიტყოდ ძალიან ბევრს ნერვიულობთ, ძალიან ბევრს დარდობთ. არ ვიცი, შიშები, შფოთვები, დეპრესიები, ეჭვები, შეიძლება თუ არ ნერვიულობთ, ეჭვები გაქვთ, რაღაცას რო ეჭვიანობთ, მამაკაცთან დაკავშირებით, პარტნიორთან დაკავშირებით, ხა შეიძლება ქალებიც მიყურებთ, შეიძლება თვითონ მამაკაცებიც ხართ ესეთ მდგომარეობაში, ძალიან დიდ ტრაუმაში, სტრესში გხედავთ, რომ იმყოფებით ცხოვრების ამ ეტაპზე, აი თითქოს და მოხდა აქ რაღაცა კონფლიქტი, ან რაღაცა რთული ვითარება, გაურკვევლობა და გადახვედით მთლიანად განმარტოებულები ხართ და დგახართ თქვენთვის და ნერვიულობთ და დარდობთ და რა თავს იკლავთ დარდით. როდემდე უნდა იდარდოთ, არ შეიძლება უცილობებიც გქონდეთ აქ, ფოთვები გქონდეთ, როგორც გითხარით, შიში მომავლის, აი რაღაცა რეალობის დანახვა არ გინდა თითქოს და იმდენად გაშინებთ რაღაცის მიღება და სინამდვილის მიღება, რომ აი თვალსაც ვერ უსწორებთ. ან თქვენთვის იმდენად დრამატულად მძიმე მისაღებია, რომ ძალიან გიჭირთ ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება. თუმცა ბევრ ამას ხვდებით, მაგრამ ძალიან აი დაძაბული და დასტრესილი მდგომარეობაში იმყოფებით. რაც შეეხება ახლა ამ სიტუაციებს და როგორ გამოხვალ და რა შეიცვლება, ცვლილებები ნამდვილად იქნება. პირდაპირ რომ არც ისე სასიამოვნო პერიოდი არ გელოდებათ და ცოტა რთული პერიოდის გავლა მოგიწევთ იმ თვალსაზრისით, რომ აი აქ ჯერ ვხედავ ძალიან ბევრ ტყუილს თქვენს გარშემო, ძალიან ბევრი ინტრიგა, ძალიან ბევრი ჭორები შეიძლება იყოს, არასანდო სიტუაციები, პარტნიორის მხრიდან ღალატის თემა შეიძლება იყოს და ზოგადად ურთიერთობა ძალიან არეული, სიტუაციები ძალიანარეულია. შეიძლება საქმიან თემაშიც გქონდეთ არეული მდგომარეობა, არ არის გამორიცხული და ეს ყველაფერი დასრულდება. აი ესე ერთი გაელვება რო არის, ნათელი მოეფინება ყველაფერს. ყველაფერი გახდება ცხადი, ის რასაც გეშინიათ და ის რასაც აქამდე ან გრძნობდით, მაგრამ ვერ ხედავდით, აი უნდა განათდეს, სიბნელეში განათდება. ესე ვიტყვი ორი სიტყვით თქვენს ცხოვრებაში. გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, რთული პერიოდი მოგიწევთ, რომ გაიაროთ, მაგრამ ნუ გეშინიათ, ყველაფერს კარგად გაივლეთ, ყველაფერს შეძლებთ. აქ შეიძლება ბევრი ცრემლით დაიღვაროს, მაგრამ აი საბოლოო ჯამში თქვენი ფაველი ანგელოზი, თქვენი ძალები, კეთილი ძალები დაგეხმარებიან ამ განკურნებაში, თქვენ მარტო არ იქნებით ამ პროცესში და ამ ეტაპზე. მთავარია თქვენს თავში იყოთ დარწმუნებული და ენდოთ ღმერთს, ენდოთ სამყაროს და თქვათ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება თქვენს ცხოვრებაში.